ირაკლი როხაძემ იმედის შემდეგ ლიბერთიც გაყიდა ბაზარზე სიდიდით მესამე უნივერსალური ბანკი ყალიბდება და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ლიბერთი ბანკს, რომელიც ბაზის ბანკმა იყიდა, სახელმწიფო პენსიების და სოციალური შემწეობების გაცემის უფლება 2030 წლამდე აქვს. სააგენტო ნაწარმოის საქართველოში საერთაშორისო იურიდიულ ფირმა ჰოგან ლოველსთან 2,2 მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა, თუმცა უცნობია, რა საკითხებში უნდა დაეხმაროს უცხოური კომპანია ქართულ სიბს. კახა კალაძის თქმით, ნამახვანთ ჰესის მსგავსი მსხვილი ენერგოპროექტების შეჩერება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო, ეს ჩვენი ყველას პრობლემა იყო, ამბობს თბილისის მერი. საგარეჯო ბადიაურის 17 კილომეტრიანი ავტობანის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამინისტრომ კონტრაქტორს ხარვეზების გამოსწორება დაავალა. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. საქართველოში მესამე მსხვილი ბანკი ყალიბდება. ბაზის ბანკმა ლიბერთის შეძენის გარიგება წარმატებით დაასრულა. შედეგად ჩინური ჰუალიგ ჯგუფის წევრი ბაზის ბანკი ლიბერთის აქციების თითქმის 96%-ის მფლობელი გახდა, დანარჩენი წილი მინორიტარ აქციონერებს ეკუთვნის. შერწყმის შედეგად გაერთიანებული ბანკის აქტივები 11 მილიარდს გადააჭარბებს, რითაც მისი წილი ბაზარზე 10.9% იქნება. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი იქნება, რაც სისტემის 10.9%-ია. ბანკს ასევე ექნება 8 მილიარდიანი დეპოზიტების პორტფელი, რითაც ჯამურ დეპოზიტებში 11.9%-იან წილს დაიკავებს. ორი ბანკის გაერთიანებას დადებითად აფასებს საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე, მიიჩნევს, რომ მესამე მსხვილი ბანკის გამოჩენა ბაზარს მნიშვნელოვნად შეცვლის. მისმა გაერთიანებამ კი ფაქტობრივად უნივერსალური მსხვილი ინსტიტუტი უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც ორი უმსხვილესი ბანკისთვის რეალური კონკურენციის გამწევი იქნება. დავით კიკვიძე ელის, რომ ბანკების გაერთიანებას უნდა მოყვეს საბანკო პროდუქტების მრავალფეროვნება, მათ შორის ფასებითაც გაუმჯობესებული პროდუქტები. მესამე ბანკის გამოჩენა მნიშვნელოვნად შეცვლის ბაზარს, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ლიბერთი და თუნდაც ბაზის ბანკი თავისი, ასე ვთქვათ, მიმართულებებიდან გამომდინარე უფრო განსხვავებულ სეგმენტებში ოპერირებდნენ, თუ ლიბერთი უფრო ეგრეთ წოდებულ რიტეილის, ანუ საცალო მიმართულებაზე იყო ორიენტირებული, მეორეს მხრივ, ხოლო ბაზის ბანკი იყო კორპორაციული და კორპორატულ ბიზნესზე ორიენტირებული, მათმა გაერთიანებამ ფაქტობრივად უნივერსალური ესეთი მსხვილი ინსტიტუტი უნდა ჩამოაყალიბოს წესით და რიგით, რომელმაც რეალურად მნიშვნელოვანი კონკურენცია უნდა გაუწიოს ორ მსხვილ მოთამაშეს, როგორც არის თბილისი და საქართველო. რამაც რეალურად უნდა, ასე ვთქვათ, გაზარდოს კონკურენცია ბაზარზე. ერთი შეხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ მოთამაშეთა რაოდენობა მცირდება ბაზარზე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამან პირიქით კონკურენცია უნდა გაამძაფროს. ბაზის ბანკის მიერ ლიბერთის ყიდვა კონკურენციის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ასე აფასებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ბაზის ბანკის მიერ ლიბერთის შესყიდვას. მისი თქმით, დღეს რთულია იმაზე საუბარი, რა ვადა დასჭირდება ამ ორი ბანკის გაერთიანებას, იქიდან გამომდინარე, რომ ორი უმსხვილესი ბანკის გაერთიანებაზე არის საუბარი, თუმცა მოლოდინია, რომ გამსხვილება გააუმჯობესებს კონკურენციას. მათი გაერთიანებით უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა უფრო მსხვილ ბანკს მოიმსახუროს იმ კლიენტთა ბაზას, რომელსაც დამოუკიდებლად აქამდე ვერ ემსახურებოდა და მიიჩნევს ძნელაძე. ჩვენ ვიხილავთ ორი უმსხვილესი ბანკის, ანუ ხუთეულში მყოფი ბანკის გაერთიანებას და მივიღებთ მესამე უმსხვილეს ბანკს ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს კონკურენციას ამ თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ გაერთიანების შემდეგ რა შედეგებზე იქნება ორიენტირებული შემდგომ ეს ბანკი, ამასთან მიმართებაში ალბათ კიდევ რამდენჯერმე ვისაუბრებთ. რეალობაში ეს გვაძლევს კონკრეტულად იმ შედეგს, რომ სამი უმსხვილესი ბანკი იქნება ბაზარზე და უნდა ვნახოთ უკვე რა მოცემულობებს და რა პროდუქტების შემოთავაზებას შეძლებს ეს ბანკი. 3 წლის წინ ლიბერთი ბანკმა და ბაზის ბანკმა ასევე აქტივების დიდი ნაწილი შეიძინა VTB ბანკისგან, რაც პრაქტიკულად კიდევ ერთხელ აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას, უფრო მეტ კლიენტთან, მეტ მომხმარებელთან რომ მივიდეს და მეტი მომხმარებლის მომსახურება რომ შეძლოს.
ლიბერტი პირველი აქტივი არ არის, რაც წელს ირაკლი რუხაძის ჰანიվել პარტნერსმა გააცხვისა. 2026 წლის თებერვალში ბიზნესმენმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია იმიდი და ჰოლდინგში შემავალი სხვა აქტივები, მათ შორის რადიო იმიდი, მაესტრო და GDS-იც გაყიდა. ამ გარიგების შემდეგ ამ დროისათვის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰანიվել პარტნერსი არის, რომლის პარტნიორებიც არიან ბენჟამინ მარსონი და ასევე იგორ ალექსეევი, ფლობს საქართველოში 45.4%-იან წილს ჰანიվել ცემენტში, სადაც მისი პარტნიორი არის ბიძნა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი, მის მფლობელობაშია ასევე რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, როგორც ქარხნის გენერალურმა დირექტორმა იგორ კორიტკომ 2026 წლის იანვარში BMG-სთან განაცხადა, კომპანიის სტრატეგიულ მიზანს ამჟამად უნაკერომილების წარმოების სეგმენტის გაზრდა და არმატურის საწარმოო ხაზის გასხვისება წარმოადგენს. ირაკლი რუხაძე, მისი დედა და ბიზნეს პარტნიორები ასევე არიან მაგთიკომის მინორიტარი აქციონერები, ჯამურად მათი წილი მაგთიში 10%. ნახსანიშნავია, რომ 2025 წელს რუხაძემ დაასრულა მრავალმილიონიანი სასამართლო დავა დიდ ბრიტანეთში, სადაც კომპენსაციები და ასევე ყველა იურიდიული ხარჯი ჯამურად $250 მილიონ აღემატებოდა. საქმე შეეხება ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მმართველი კომპანიის დამფუძნებლების წინააღმდეგ ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნეს პარტნიორების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. თვალი გადავალოთ საფინანსო ბაზრის სხვა სიახლეებსაც. საბანკო ასოციაციაში დეველოპერულ სექტორში დაკრედიტებასთან დაკავშირებით საფრთხეს ვერ ხედავენ. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან უპასუხა კითხვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაზე, რომ სწრაფად მზარდი დაკრედიტება გარკვეულ სეგმენტებში, მათ შორის დეველოპერული მიმართულებით, ფინანსური სტაბილურობისათვის რისკებს ზრდის და ზედამხედველობის გამკაცრებაა საჭირო. ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით პირიქით რეგულაციები მკაცრია და შესაძლოა შემსუბუქდეს კიდეც. იმდენად მკაცრი არის რეგულაციები დეველოპერების კუთხით, რომ ამ კუთხით ეროვნულ ბანკს აქვს კონკრეტული მიზნები, რომ შეიძლება შემსუბუქებაც კი ვიხილოთ. ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ რაიმე კუთხით მსუბუქი არის მოთხოვნები ან რეგულაციები სამშენებლო სექტორისთვის. მე დღეს საფრთხეებს ვერ ხედავ, მაგრამ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა აღნიშნული რეკომენდაციები აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანი არის. კიდევ ერთხელ ყურადღებას მივაქცევთ ამას, მაგრამ დღეის მდგომარეობით მგონია, რომ ამ თვალსაზრისით არ დგას დღეს წესრიგში რაიმე პრობლემის წინაპირობა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კრედო ბანკს გრძელვადიანი რეიტინგი B+-ი სტაბილური პერსპექტივით განაახლა. რეიტინგი ასახავს ბანკის ძლიერ შედეგებს ბოლო წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია მდგრადი ზრდით, მომგებიანობითა და კაპიტალის დონით. აღნიშნულს ხელს უწყობს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო, ბანკის ბიზნეს სტრატეგია, აქტიური დაკრედიტება, აქტივების ხარისხი, დეპოზიტების ზრდა და მომხმარებელთა და ინვესტორთა მაღალი ნდობა. აღსანიშნავია, რომ კრედოს სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით 97 სერვის ცენტრით 9 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში ამერიკის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური და მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს. ინტერესი არის მზარდი. ეხლაც 20-ზე მეტი საინვესტიციო ჯგუფი, გლობალური საინვესტიციო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, აზიიდან ესწრებოდა ამ შეხვედრას. ზოგიერთი მათგანი უკვე არის ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილი და ინვესტირებას აკეთებს სხვადასხვა ფასიან ქაღალდში, ზოგიერთი აწიაპირებს შემოსვლას და ეს ინტერესი მათი მხრიდან არის გამოწვეული ჩვენი სტაბილურობით. მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველოს წლების განმავლობაში ავლენს საკმაოდ დიდ მედეგობას სხვადასხვა შოკის მიმართ. ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის სტაბილური და მზარდი. ეკონომიკა არის მზარდი, ძლიერი ზრდა ეს არის, რაც აინტერესებს ინვესტორებს, იმიტომ რომ მათი ინვესტიცია არის უკუგებადი და დაცული ამ შემთხვევაში. ინფლაციური პროცესები მიუხედავად იმ გლობალური გამოწვევებისა, რაც ნავთობის ბაზარზე და ზოგადად სასაქონლო ბაზრებზე მიმდინარეობს, არის ასევე მართვადი და ამას საერთაშორისო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა ორგანიზაციებიც აღნიშნავს, რომ ჩვენი გონივრული მონეტარული პოლიტიკის და გონივრული ფისკალური პოლიტიკის წყალობით ეს ბალანსი შენარჩუნებულია. ასევე აინტერესებთ ის სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობა, რასაც ჩვენი ბაზარი იძლევა. ახლა კი დღის სხვა თემებით სააგენტო საწარმოის საქართველოში ინფორმაციით Starbucks-ის პირველი ობიექტი თბილისში აქსის თაუერში 2026 წლის ზაფხულში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება. Starbucks-ი ბრენდის მაღაზიებს Al-Shaya Group-თან პარტნიორობით გახსნის, რომელიც Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ Starbucks-ის შემოსვლა სააგენტო საწარმოის საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ახალი რეგულაცია ყავის იმპორტიორებისა და რეალიზატორებისთვის მთავრობას ყავისა და მისი სუროგატების წარმოების გადამუშავების ბაზარზე განთავსების ერთიანი წესები შემოაქვს. როგორც რეგლამენტი განმარტავს, მიზანი ყველა ეტაპზე წარმოებიდან საბოლოო რეალიზაციამდე მომხმარებლის უფლებების დაცვა. დოკუმენტი ვრცელდება ყავის ძირითად კომერციულ სახეობებზე, მათ შორის არაბიკასა და რობუსტაზე. ასევე ყავის პროდუქტებსა და სუროგატებზე რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა. ამასთან ბაზარზე უკვე არსებული და ეტიკეტირებული პროდუქცია, რომელიც ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, დაშვებული იქნება რეალიზაციაში ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე, თუმცა არა უგვიანეს 2027 წლის 1 სექტემბრისა. რაც გულისხმობს რეგლამენტი და რა ვითარებაა დღეს ყავის ადგილობრივ ბაზარზე. ეკა გაზდელიანი შემოგვიერთდება ამ დეტალებით, ეკა გისმენ. გამარჯობა ნინო, რეგულირება ეხება ისეთი ტიპის პროდუქტებს, როგორც არის მწვანე, იგივე ნედლი ყავა, ყავის პროდუქტები, მათ შორის მოხალული ყავა და ექსტრაქტები, ასევე ყავის სუროგატები, რაც მოიცავს ყავის შემცველ ნივთიერებებს. დოკუმენტი ასევე ადგენს ყავის დამუშავების მეთოდებს, მშრალი და სველი პროცესებით, ყავის მარცვლის ხარისხს, დეფექტებისა და უცხო მინარევების კლასიფიკაციას, როგორც ყავის სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ეგრეთ წოდებული მეორადი ქვეყნებიდან, ვიეტნამიდან, ინდონეზიიდან და აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული დაბალი ხარისხის მწვანე მარცვალია, ხშირად ნედლეული დაბინძურებული და უხარისხოა, ახალი მოთხოვნებით კი უცხო მინარევების წილი ყავაში 2%-მდე იზღუდება, მწვანე ყავაში ტენიანობა კი 13.5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე მოხდება დეფექტური მარცვლების კლასიფიკაცია და განისაზღვრება კოფეინის მინიმალური შემცველობაც, რაც 0.8%-ია და რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოფიტული, ანუ ხელოვნურად გაჯერებული პროდუქტი ვეღარ უნდა მოხდეს. მოსალოდნელია, რომ ეს ცვლილებები პირველ რიგში შეეხებათ იმ იმპორტიორებს, რომლებიც აქცენტს არა ხარისხზე, არამედ დაბალფასზე აკეთებენ, რადგან მათ მოუწევთ ან გააუმჯობესონ ნედლეული, ან საერთოდ დატოვონ ბაზარი. ღია გაყიდვის არხებში, როგორც საბითუმო ბაზრობებია თუ რაღაც რიტეილია, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, ალბათ თქვენს ხშირად ხედავთ, რომ არის აბსოლუტურად არაგერმეტულად შეფუთულ მდგომარეობაში, გაუგება ადგილა შენახული, არ არის დაცული შეფუთვით, თუნდაც ტენიანობის საკითხი და ბევრი სხვა ნაწილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რისკი არის და ჩემი აზრით ამ დაბალხარისხიანი მარცვლის წილი საკმაოდ მაღალია. იაფიანი ყავა ერთმნიშვნელოვნად დარჩება, უბრალოდ მოწესრიგდება იაფიანი ყავის იმპორტის კონკრეტული თავისებურებები. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეტიკეტირება დღეს ველხმარებელი ხშირად ვერ არჩევს, როგორც დარგში განმარტავენ ნამდვილ ყავას მისი სუროგატებისგან, მაგალითად როგორც არის ვარდკაჭაჭასგან ან ქერისგან დამზადებული მინარევების ყავა. ახალი წესით ბიზნესს დაევალება არა მხოლოდ პროდუქტების ტიპის მკაფიო მითითება, არამედ მისი ბოტანიკური სახელწოდების, არაბიკას თუ რობუსტას დაფიქსირებაც, ასევე წარმოშობის ქვეყანა, მოსავლის წელი, დამუშავების მეთოდი და მარცვლის ზომაც სავალდებულო მონაცემთან ნუსხაშია. სპეციალისტების განმარტებით ყავის ინდუსტრიაში ორი ძირითადი მიმართულება არსებობს, ეგრეთ წოდებული mass market-ის კომერციული ყავა და მაღალხარისხიანი specialty ყავა. მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულაციები ყველაზე მეტად სწორედ კომერციულ სეგმენტზე აისახება, ხოლო მაღალხარისხიანი ყავის შემთხვევაში რეგულაციის გარეშეც, როგორც ისინი განმარტავენ, მსოფლიო სტანდარტი ყოველთვის არსებობდა, ინფორმაცია ფერმიდან ფინჯნამდე ხელმისაწვდომია ამ ტიპის ყავაზე. კომერციული ყავის შემთხვევაში კი მომხმარებელს როგორც წესი არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულაცია იმპორტიორებს აიძულებს უფრო კეთილსინდისიერად იმოქმედონ და დაბალი ხარისხის პროდუქტი პრემიუმად ვერ გაასაღონ, ასეთია მოლოდინები ყავის სექტორში. სპეციალთა ყავის შემთხვევაში ყოველთვის მომხმარებელს ისედაც რეგულაციის გარეშეც ყველა ინფორმაცია პირდაპირ მაგიდაზე უდევს. მე თვალსაჩინოებისთვის მაგალითად აქ გვაქვს
აი დეტალურად წერია, არავითარი რეგულაცია ჯერჯერობით არ არის ძალაში შესული, მაგრამ ისედაც წერია კონკრეტულ ადგილწარმოშობის ქვეყანა, რეგიონი, ფერმის სახელწოდება, ზღვის დონიდან რა სიმაღლეზეა პლანტაცია განთავსებული, ამ რეგულაციებს მივესალმები. სწორედ ამიტომაც, რომ ისეთ კომპანიები, რომელიც ცოტა არაკეთილსინდისიერად იქცევიან ხარისხის კონტექსტში, ვიძულებულნი გახდებიან, რომ ან მინიმუმ მომხმარებელს მაინც მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, რომ აი ამ ხარისხის არის ყავა. და არ იყოს რაღაც მარკეტინგული ხრიკებით გადაფარული, ისო დაბალხარისხიანი ყავა არ გამოვიდეს ბაზარზე მარკეტინგულად გადაფუთულად თვითონ ძალიან ხარისხიანი ყავა. საკმაოდ იზრდება თვითონ ინდუსტრია, შესაბამისად იქედან გამომდინარე, რომ ვერ ხდება მიკვლევადობის უზრუნველყოფა, თუნდაც სურსათმცემლობის კუთხით და რაც თავარი ამოცანაა, როცა ოპერატორი სურსათს ყიდის, შესაბამისად, როგორც ხვდები, აუცილებელი გახდა ამ რეგულაციების დაცვა. ამასთან ერთად ძალიან ბევრი ადგილობრივი მწარმოებელიც გაჩნდა უკვე ყავის, რომელიც ასევე იმპორტს ახორციელებს, შესაბამისად, ეს სურსათმცემლობის ჯაჭვი, როგორც ხვდები, აუცილებელი ასაწყობი გახდა ქვეყანაში და შესაბამისად ეს ყველაფერი მაგზით მიემართება. წელს იანვარ-თებერვალში საქართველოს 7.5 მილიონი დოლარის ღირებულების 1022 ტონა ყავა იყიდა იმპორტირებული ყავის 1 კილოგრამში საბაჟოზე გადასახადების გარეშე გადახდილი თანხა $7.39 გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი $6.59 იყო. შედეგად წელს საქართველოს ყავა 12%-ით გაუძვირდა, რაც შეეხება მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს. ეს ქვეყნებია ინდონეზია, რუსეთი, იტალია, თურქეთი, ვიეტნამი და სხვა ქვეყნები. უფრო სვლად ამ თემაზე დღეს 19 საათიან გამოშვებაში მადლობა ეკა ყავის იმპორტიორებისა და რეალიზატორებისთვის ახალ რეგულაციებზე ეკა გაზდელიანი საუბრობდა. თბილისის მერი და ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნამახვან ჰესის მსგავსი მსხვილი ენერგოპროექტების შეჩერება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ქვეყანას აქვს უდიდესი რესურსი, რომელიც რა თქმა უნდა რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ, ამის არ გამოყენება დანაშაული იქნება, ამბობს მერი. ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო, ეს ჩვენი ყველას პრობლემა იყო, მიიჩნევს კახა კალაძე. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნამახვან ჰესის ინვესტორ კომპანია ენკასთან საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო განაჩენი საქართველოს მიერ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა. ამასთან ამ თანხას ემატება პროცენტიც იქამდე, ვიდრე საქართველოს განაჩენს სრულად არ აღასრულებს. ამ დროისათვის პროცენტთან ერთად კომპენსაციის მოცულობა $450 მილიონ აჭარბებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება. ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის რომ ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი. ქვეყანას აქვს უდიდესი რესურსი და რა თქმა უნდა რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. დანაშაული იქნება ამის არ გამოყენება. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ ვიყოთ დამოკიდებული არც რუსეთზე და არც აზერბაიჯანზე. ვიყოთ თვითქმარი ქვეყანა და მეტიც შეგვიძლია ჩვენი რესურსების სწორად გამოყენებით განვახორციელოთ ელექტროენერგიის ექსპორტი თუნდაც ევროპულ ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა დიდი ჰესები, როგორც არის ხუდონი, როგორც არის ნამახვანი, ეს აუცილებელია ამ პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის. ამაზე არ დავთ რა პრობლემა იყო მაშინ? პრობლემა იყო ის, რომ არ განხორციელდა პროექტი. ხო, აი რატო ვერ გაუძლო მაშინ სახელმწიფომ? ვერ გეტყვი, მე ვფიქრობ, უფრო ისეთი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო, სწორი მიდგომა უნდა ყოფილიყო, კიდევ ერთხელ უნდა ახსნილიყო ადამიანებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება. მთავრობამ Wind Power-თან სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ ხელშეკრულების პროექტი მოიწონა. საუბარია 206 მეგავატი ქარის სადგურის პროექტზე, რომელიც როგორც Wind Power-ის დირექტორი ბიზნესმენი ლაშა იორდანიშვილი გვეუბნება, წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. მისივე თქმით, ჯამში 33 ტურბინა უნდა დაიდგას და პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით $240 მილიონი იქნება. სადგურის მშენებლობა ადგილობრივი მთავრობის ნებართვის საფუძველზე დაიწყო, თუმცა როგორც იორდანიშვილი ამბობს, 8 აპრილს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებით ყველა საჭირო ნებართვა მიიღეს. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმიან ამბებს ანა ლაპიაშვილი შეიჯამებს. ნახვამდის.